ჩემი შვილი ვერავის ვერ ვანდეს. ძიძებზე აკეთებენ ძალიან ცუდ სიუჟეტებს. ხშირად მსმენია ძალადობრივი ფაქტების შესახებ. რატომ უნდა შეეშინდეს ადამიანს, რომ მას აკვირდებოდნენ? ვაკის პარკში ძიძების თემაზე სამუშაოდ მივედით და პრობლემა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა. გამარჯობა. ძიძებთან დებით თუ დედა? არ გვინდა ჩვენ გადავიდეთ. არა, მაინც? რატო რა ძიძებზე აკეთებენ ძალიან ცუდ სიუჟეტებს და ძიძა რატო არ გყავთ? ჩემი შვილი ვერავის ვერ ვანდე და აი სწორედ მაგიტო წამოვედი სამსახურიდან, რომ მე გამეძახდა ჩემი შვილი. რატო ვერ არ? ისე როგორც მე მოვუვლი, რამდენ დროსაც მე ვახარჯავ, რამდენ ენერგიასაც მგონია, რომ ისე ვერავინ ვერ მოუვლის ჩემ შვილს. რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ პატარები ხშირ შემთხვევაში ძიძებთან ერთად სეირნობენ. იშვიათად ერთობიან ბებია ბაბუასთან ერთად. ცხოვრების ტემპის შეცვლამ მშობლის და ბებია ბაბუის როლი დღის მანძილზე ძიძების ინსტიტუტმა ჩაანაცვლა. იყო ყურადღებიანი, მეგობრული და ყოველთვის გაწონასწორებული ადვილი არ არის. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი შვილი ძიძასთან ერთად საიმედო და კეთილგანწყობილ გარემოშია. ორი ძიძა მყავდა. პირველი პერიოდი კარგახანს ვერ გავრისკე, რომ ბავშვი დამეტოვებინა მარტო ძიძასთან, მუდმივად იყო რომელიმე ოჯახის წევრი ძიძასთან და ბავშვთან ერთად და შემდეგ უკვე დაახლოებით ასე 1 წლის მერე, ანუ იმ ხელანდობა გამიჩნდა, რომ შევძელი დატოვება და მე პირადად ცუდი გამოცდილება არ მიმიღია, თუმცა ხშირად მსმენია ძალადობრივი ფაქტების შესახებ. შრომით ბაზარზე გამოჩნდა სააგენტოები, სადაც იქმნება ძიძად მომუშავე მსურველების ბაზა. დამქირავებელს და დასასაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები ერთმანეთს საკუთარ მოთხოვნებს და ვალდებულებებს აცნობენ. ნამდვილად არიან მშობლები შეშინებულები, ჯერ ერთი ამ საინფორმაციო ალია კოდში ყოველთვის ყურში ილექება რატომღაც ნეგატიური და ეს როცა ბავშვი პატარაა, განსაკუთრებით სიფრთხილის რაღაც მოჭარბებული სინდრომები აქვს მშობლებს. ნამდვილად არ არის მათი შიშები უსაფუძვლო. სააგენტოში ამბობენ, რომ სიტუაციის კონტროლი და რისკის შემცირება მხოლოდ მონიტორინგით და ვიდეოკამერების დამონტაჟებით არის შესაძლებელი. კონსტიტუციით აკრძალულია ჩუმად თვალთვალი, ამიტომ ძიძამ ყოველთვის უნდა იცოდეს, როდის არის კამერა ჩართული. გვაქვს სათვალთვალო კამერები, რომლებიც პერიოდულად ყენდება ოჯახის მოთხოვნისამებრ. უბრალოდ უთხრა ძიძას, რომ იცით იმ დროს, როცა მე არ ვარ სახლში, თქვენზე მიმდინარეობს მონიტორინგი. რატომ უნდა შეეშინდეს ადამიანს, რომ მას აკვირდებოდნენ? თუმცა არის იდეალური შემთხვევებიც, როცა ბავშვი და ძიძა მეგობრობენ. შეაქო, წაახალისო, მოეფერო, მასთან ერთად ითამაშო. ეს ის არის, რასაც ბავშვები ძიძებისგან ითხოვენ. რასაც მაგას უნდა. იმას მაინც ვასრულებ. აი გუშინ მაგალითად რო ვიყავი, ვუბნება, მოდი უკუკა მალობობა ვიტამაშოთო. ახლა ამ ხელახალი ხო შეიძლებოდა სხვა ძიზავე, დაღლილი ვარო, შენი თამაშეო, ან რაღაცა, ან სხვა რაღაც. ვიტამაშეთ. კაი ნახევარი საათი, ხან მე ვიმალებოდი, ხან ის ვიმალებოდა. გამარჯობა. ძიძა ხარ თუ დედა? დედა. აი ბედნიერი დედა, ბავშვს ასე ერნებს სკვერში. მე რო ძიძა არ მყავდეს, ალბათ აქ ვერ ვიქნებოდი და ვერც ვიმუშავებდი, იმიტომ რომ თანამედროვე დრომ და შრომითმა ბაზარმა მოიტანა ის, რომ თუ დაკავებული ხარ და ოჯახის წევრებიც მუშაობენ, აუცილებლად გჭირდება რომ აიყვანო ძიძა. მართალია სარისკო და საპასუხისმგებლო საკითხია, მაშინ როდესაც შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, სრულად უცხო ადამიანს ანდობ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა და ვიცი, რომ ჩემ შვილს ძიძა ძალიან უყვარს. ბავშვების გრძნობები კი თითქმის არასოდეს ცდება.